გიორგი ვაშაძემ 8 პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რაც მისი თქმით პოლიტიკური კრიზისის დაძლევას, აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას, თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფას და საქართველოს ევროპული მომავლის დაბრუნებას შეუწყობს ხელს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის ინფორმაციით, გეგმა ეფუძნება ერთიანობას, სამოქალაქო ძალას და კონკრეტულ ნაბიჯებს გამარჯვებისთვის. ეს გეგმა 8 პუნქტიანი გიორგი ვაშაძის და ზურა ჯაფარიძის შეგვიძლია ასე ვთქვათ, თავარი იდეა არის, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა, მაგრამ სამწუხაროდ ვართ დაქსაქსული უმრავლესობა. იმისთვის, რომ ეს უმრავლესობა გადაიქცეს ქმედით ძალად, რეალური ალტერნატივად აუცილებელია ერთიანობა. გათვლილია უამრავი მექანიზმი, მათ შორის თუ რეჟიმი არ გაითვალისწინებს ხალხის აზრს, რომ დაიწყოს აქტიური წინააღმდეგობის და უმორჩილებლობის მოძრაობა და ასევე საუბარია იმაზე, რომ 4 ოქტომბერს ყველამ ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი შევიკრიბოთ რუსთაველზე და ერთგვარი რეფერენდუმი, ერთგვარი სახალხო ყრილობა მოუწყოთ ივანიშვილის რეჟიმს. ეს არის პროდასავლური ძალების კონსოლიდაციის, კოორდინაციის და მობილიზაციის შეთანხმების დოკუმენტი. დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება ამ დოკუმენტში და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის და აი ამ საქმის შესრულების გარეშე შეუძლებელია ჩვენი გამარჯვება. რაც არ უნდა დასავლეთი მხარს გვიჭერდეს და გვეხმარებოდეს მიმდინარე პროცესებში, ამის გარეშე ჩვენი გამარჯვება ვერ მოხდება.